მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ვაპირებთ მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული საეკლესიო მხატვრობის განვითარების თავისებურებებზე ვისაუბროთ. ასევე გვინდა პარალელები გავავლოთ ამავე პერიოდის უცხოურ მართლმადიდებულ საეკლესიო მხატვრობასთან დაკავშირებით. ყველაფერი ამ საკითხებზე სასაუბროდ სტუდიაში მოვიწვიეთ ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, მხატვარი ქალბატონი ანა მგალობლიშვილი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ანა სტუდიაში მომბრძანებისათვის. დიდი მადლობა მოპატიჟებისათვის. თქვენ მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული საეკლესიო მხატვრობის სპეციალისტი ბრძანდებით. ალბათ მაყურებლისათვის მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული საეკლესიო მხატვრობა უფრო ქრონოლოგიური ნიშითაა გამოყოფილი, ვიდრე სპეციფიკური სტილით, ესთეტიკური პრინციპებით, ტენდენციებით და ასე შემდეგ. აი, თქვენთვის რაში მდგომარეობს ამ პერიოდის სპეციფიკურობა, თავისებურება? პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ეს თემა არა მარტო გაუთვითცნობიერებელი საზოგადოებისათვის, არამედ მეცნიერებისათვის ძალიან დიდი ხანი იყო დახურული თემა. ამას ჰქონდა ძალიან ბევრი მიზეზი და უპირველესი ამ მიზეზთაგანი, რა თქმა უნდა, იყო 70-იანი კომუნისტური ეპოქა, რომელიც ებრძოდა რელიგიურ წარმოდგენებს. ამასთან ერთად მიუღებელი იყო საბჭოთა მმართველობისათვის ზოგიერთი ბიოგრაფიებიც, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისის, თქვათ, პიროვნებების სახით არსებობდა, რადგანაც მოგეხსენება ძალიან ბევრი მათგანი 37 წლის რეპრესიების მსხვერპლიც გახდა. ანუ ეს სწორედ ვიდრე ეს თავი წარმომადგენლები და ამდენ ჰომოგენურები არიან აი ამ ტენდენცია. იცით რა, ამ პერიოდის საეკლესიო მხატვრობაში ჩართული მხატვრები, თუ ამას გულისხმობთ, დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდებიან იმ თვალსაზრისით, რომ ეს პერიოდი თავად არის საინტერესო იმ მხრივაც, რომ არა მარტო პროფესიონალი მხატვრები, ანუ ის მხატვრები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება მიღებული, ისინი ღებულობენ მონაწილეობას საეკლესიო მხატვრობის შექმნაში, არამედ არსებობს საქართველოში ძალიან დიდი პლასტი თვითნასწავლი, ესე ვთქვათ, მხატვარ ხელოსნებისა, იმის გამო, რომ უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში უბრალოდ ამ პერიოდისათვის დიახ, გიგო ზაზიაშვილს გულისხმობ ამ შემთხვევაში და ამდენად შეიძლება ითქვას, რომ სურათი ძალიან მრავალფეროვანია წარმომადგენლების თვალსაზრისით. არიან მხატვრები, რომლებიც ეროვნებით არიან ქართველები, არიან სხვა წარმოშობის ადამიანები, არიან რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, არიან ისინი, ვინც თქვათ, ჩამოსული იყვნენ მხოლოდ სტუმრად, ასე რომ ძალიან ესეთი მრავალფეროვანია ამ თვალსაზრისით სურათი. მაგრამ ხო შეიძლება თქვით, რომ აი რაღაც საერთო ტენდენციაც გქონდეს, აი თუნდაც ის რომ აი რუსული გავლენა, აი საქართველოს მე-20 საუკუნის დასაწყისში, აი საქართველოს ახალი ალბათ დამოუკიდებელი ქვეყანა, ახალი ავტოკეფალი ეკლესიაში ახალი მიღებულია, დამოუკიდებელი ახალი გამხდარია და ბუნებრივია რომ რუსული გავლენა დიდი იქნება მე-20 საუკუნის რუსული მხატვრობის შეიძლება ასე ითქვას. იცით, არ არის ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ რუსულზე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტენდენცია არის დამახასიათებელი ზოგადად ამ პერიოდის მართლმადიდებლური სივრცისათვის. იმან რაც იჩინა, თქვათ, საეკლესიო ხელოვნებაშიც მათ შორის თავი. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ თუ თქვენ გულისხმობთ სტილის თვალსაზრისით, ხო, მიდგომებს, ზოგადად მე-18 საუკუნის ბოლოსთვის მართლმადიდებელ სამყაროში მივიწყებული ბიზანტიური, ეს კლასიკური მხატვრობისათვის დამახასიათებელი ტენდენციები და პრინციპში მე-19 საუკუნიდან ბიზანტიური მხატვრობის ესთეტიკური, ტექნოლოგიური და ეს სხვადასხვა ეს პრინციპი ჩანაცვლებული არის იმ მხატვრული პრინციპებით, რომელიც დამახასიათებელი არის უფრო დასავლეთ ქრისტიანული სამყაროსათვის. ეს გასაგებია აი რუსულ კონტექსტში, იმიტომ რომ რუსეთში პეტრე პირველმა მოახდინა რეფორმები, გააუქმა პატრიარქის ინსტიტუტი, ეკლესია დაუქვემდებარა სახელმწიფოს და რა კი მოინდომა რომ სახელმწიფო დასავლურ რეფორმები გაეტარებინა, რათა დაეხლებინა მაქსიმალურად დასავლეთისათვის, ამას ჰქონდა თავისი იმპლიკაციები ხელოვნებაშიც. თითქოს და არაბუნებრივია, უფრო პეტრეს სპონტანური პოლიტიკის შედეგია, ვიდრე თქვათ აუცილებელი პოლიტიკური და ისტორიული პროცესების. სხვა ქვეყნებში მაგალითად რამ გამოიწვია ეს? იცით რა არის, რა თქმა უნდა, სპეციფიურია რუსეთის
შემთხვევაში, იმიტომ რომ რუსეთი აი ამ პერიოდისთვის არის სხვათაშორის ერთ-ერთი დიდი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელიც დარჩენილია, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით. იმიტომ რომ დანარჩენი ქვეყნები თურქეთის ფაქტორი ალბათ არა? დიახ, ან დანარჩენი მართლმადიდებლური სივრცე, იქნება ეს თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სერბეთი და ასე შემდეგ, საბერძნეთი, ისინი ყველანი იმყოფებიან, თქვათ, საუკუნეების მანძილზე თურქეთის ბატონობის ქვეშ. სხვა დიდი მართლმადიდებელი ქვეყნები, თქვათ, იგივე თქვათ, უკრაინას თუ ავიღებთ, იქაც თქვათ, ეს პოლონური გავლენები, რუსული, ანუ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ამ ხრივ არის ესე თავისუფალი სივრცე, ანუ რუსეთში შესაძლებელია თავისუფლად განვითარდეს გარკვეული მოვლენები. ესე იგი, ჩვენ შეიძლება ესეთი სურათი შეგვექმნას, რომ მე-18 საუკუნეში და მე-19 საუკუნის დასაწყისში თითქმის ყველგან მართლმადიდებელ სამყაროში დომინირებს დასავლური ფერწერის და ესთეტიკის პრინციპები, მაგრამ შემდეგ მე-20 საუკუნის დასაწყისში თავს იჩენს შებრუნებული პროცესი, ისე უბრუნდებიან ბიზანტიური საეკლესიო მხატვრობის პრინციპებს. ეს აისახა საქართველოშიც და იქნებ ჩამოგვეთვალა ეს თავი მხატვრები, რომელთა შემოქმედებაში აი ზუსტად მოხდა ეს დაბრუნების პროცესი, ვინ იყვნენ ისინი, რამდენად ჰომოგენური ტენდენცია იყო დაბრუნებისა ბიზანტიურ ტრადიციასთან. მე მაშინ ჩამოვთვლი მხატვრებს თავად და ამ ქმნილებებს, რაც თქვათ ამ პერიოდის საეკლესიო მხატვრობაში მოგვეპოვება და შემდეგ გავცემ პასუხს თქვენ შეკითხვას. გიგო ზაზიაშვილი გახდა თვითნასწავლი მხატვარი, ესე შეიძლება მას ვუწოდოთ რამდენადაც, როგორც მე აღნიშნე, ამ პერიოდში უბრალოდ არ არსებობდა საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი, რომ ქართველს მიიღო, თქვათ, განათლება და ესეთი მხატვრების ძალიან დიდი პლასტია. გიგო ზაზიაშვილმა შეასრულა ფრესკები წმინდა ნიკოლოზის ტაძრისათვის თბილისში, ჩუღურეთში მდებარეობს ეს ტაძარი, თამარისა და დავით აღმაშენებლის სახეხატები. მანვე შეასრულა ალექსანდრე ოქროპირიძის პორტრეტული გამოსახულება შიომღვიმეში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. ნიკოლოზ ანდრეევი იყო ესეთი მხატვარი, წარმოშვებით რუსი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და მერე როგორც ჩანს საქართველოში დასახლდა და აქ მოღვაწეობდა სწორედ საეკლესიო მხატვრობის სფეროში. მასზე ვიცით ძალიან ცოტა. ალექსანდრე და ლეონიდე ოქროპირიძეების თხოვნით მან მოხატა მე-20 საუკუნის დასაწყისში ორი ტაძარი შიომღვიმის მონასტერში, იოანე ნათლისმცემლის ტაძარი და აკადემიური სტილის დიახ. და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მთლიანად ეს ტაძრები მოხატულია ნიკოლოზ ანდრეევის მიერ. შემდეგ გახდათ პოლონური წარმოშვების ესეთი მხატვარი ჰენრი ქრინევსკი, რომელიც დაიბადა ქუთაისში, დედა ყავდა ქართველი, სხვათა შორის მიიღო ძალიან კარგი განათლება ევროპული, სწავლობდა გერმანიაში არქიტექტურის განხრით და შემდეგ საფრანგეთში ხატვის განხრით და მას დაევალა ქაშვეთის კანკელისთვის მოხატულობის შესრულება. ძალიან ნიჭიერი მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე, აი ამ ჩამონათვალშია ისიც. ამ მხატვარზე ძალიან ბევრის რაიმეს თქმა შეიძლება, არა როგორც მხატვარზე, არამედ როგორც საზოგადო მოღვაწეზეც. მისი ინიციატივით შეიქმნა პირველ რიგში უნდა ითქვას ქართულ მხატვართა საზოგადოება, ასევე მის სახელს უკავშირდება ხელოვნების მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის დაარსებაც. ამ მხატვარმა შეასრულა კანკელის მოხატულობა ჭიათურის სამთო-ტექნიკური სასწავლებლისათვის, არა მარტო თავად მხატვრობა, არამედ როგორც ჩანს ეს კანკელიც თავად დაგეგმა ვიზუალური ტექნიკური სასწავლებლები, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ამ ქმნილებამ ჩვენამდე არ მოაღწია. სიდამონ ერისთავი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასევე შეასრულებს მხატვრობას აი ამ სფეროში, თაების ეკლესიაში, ის ტრიპტიკონებს შეასრულებს ამ ტაძრისათვის, წმინდა ესე იგი დედოფლები და წმინდა ნინო, ეს ერთი თემა არის, კეთევანი და თამარი, უბრალოდ მეფეები, ალბათ მეფე, ხო, თამარ მეფე და დავით აღმაშენებელის ვახტანგ გორგასალის და მირიან მეფის გამოსახულებებს
ღვთაების ტაძრისათვის და ამავე თემაში შედის მიხეილ ნესტეროვის მიერ დასურათებული ტაძარი აბასთუმანში ალექსანდრე ნეველის ტაძარი, თუმცა ის ცალკე თემად შეიძლება იყოს განხილული, იმიტომ რომ კიდე ცოტა სხვა სიტუაცია არის. გუდიაშვილმა ქაშუჩი ღვთისმშობლის დიახ, მაგრამ ეს უკვე ხდება კომუნისტურ ეპოქაში. ეს არის 46 წელი არის, ანუ უკვე სხვა პერიოდია. თუმცა ჩემი ღმერთწმენით თავის საფუძვლებს, თქვათ, ის რომ კალისტრატე ცინცაძე იყო ამ საქმის ერთ-ერთი მოთავე, ის რომ თქვათ ლადო გუდიაშვილს თხოვა სწორედ და ის აღმოჩნდა თქვათ ჩართული, თქვათ სწორედ კომუნისტურ პერიოდში ამ ხატრობაში, მე ვფიქრობ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაიყარა საფუძველი. ქაბატონო, რაში გამოიხატება ბიზანტიურ ტრადიციასთან დაბრუნება? აი, ნესტოროვთან დაკავშირებით ხშირად ხმარობენ სიტყვას ნეო-ბიზანტიონიზმი. აი, გულისხმობა ამ ცნებაში და ვინ არიან აი ყველაზე მეტად გამოხატული მიმდევრები აი ამ ვიცით, ეს თემა არის ძალიან ფართე თემა. ხა რუსეთის ფარგლებში სხვათა შორის აქაც ესეთი საინტერესო დეტალია, ნეო-ბიზანტიური სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო გრიგოლ გაგარინი. და სხვათა შორის სიონის ტაძრის მოხატულობა შეიძლება ესეთ ერთ-ერთ პირველ ნიმუშად ჩაითვალოს, თქვათ აი ამ სტილის. საერთოდ ეს ნეო-ბიზანტიური სტილი თავისი შინაარსით, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო მოვლენაა. ამ პერიოდში დაიწყეს დაინტერესება ბიზანტიური კულტურით ზოგადად და მხატვრობითაც მათ შორის. მე-19 საუკუნე ეს არის ისტორიული კონტექსტით დაინტერესების ხანა და ამდენად სწავლობენ აი ამ ბიზანტიურ კულტურას და ხელოვნებას სწორედ ისტორიული კუთხით და მერე მიდის მოდერნიზაცია, ასე ვთქვათ, უკვე შეთანხმება იმ ამოცანებთან და იმ პრობლემებთან, რაც მე-19 საუკუნის ხელოვნებაში ზოგადად არის. ძირითადი მაინც ბიზანტიიდან მე-19 საუკუნეში ეს არის ბიზანტიური პროგრამები. ანუ ეს ტრადიციული პროგრამული სისტემის აღდგენა. მოგეხსენებათ, რომ ამასაც ძალიან გრძელი ტრადიცია აქვს. ანუ იერარქია ტაძარში როგორ იხატებოდა ეს ტაძარი, ვთქვათ, გუმბათისთვის იყო განკუთვნილი რაღაცა თემები, კონქისთვის ცალკე და აი შემდეგ უკვე ეს რეგისტრები. აი ცვლილებები იწყება მე-20 საუკუნის დასაწყისიდან. მე-19 საუკუნის ბოლოს ძალიან დიდი ტალღა იყო რუსეთში. აი ამ ახალი საეკლესიო ხელოვნების, ასე ვთქვათ, აღორძინების. და ნესტეროვი, ვასნეცოვი, ვრუბელი ძალიან ნიჭიერი მხატვრები იყვნენ ჩართული ამ პროცესში, თუმცა ისინიც მიდიან აი სწორედ ამ გზით, ანუ ბიზანტიას სწავლობენ, მაგრამ შემდეგ გადამუშავება ხდება, აი ვთქვათ, ევროპული მხატვრული მიდგომების გამოყენებით. მე-20 საუკუნის დასაწყისში სურათი ნელ-ნელა იცვლება, აი სრულიად გასაგები ხდება, რომ ბიზანტია არა მხოლოდ ისტორიული კონტექსტით არის საინტერესო, არამედ მასში არის ძალიან ბევრი ესეთი საიდუმლო ჩადებული, რომელიც ყველასთვის, არა მარტო მართლმადიდებლობისათვის შეიძლება იყოს საინტერესო, მაგრამ აი აქ უკვე გვიანში დაინტერესდა ამით ევროპა რა, უფრო აი რუსი ემიგრაცია თქო თუ არა ვერ გეტყვით რომ გვიან დაინტერესდა, იმიტომ რომ ევროპაში თქვენ წარმოედგინეთ არის ისეთი მაგალითები, როცა კათოლიკური ტაძრები იგება თქვათ ბიზანტიური ტაძრების მსგავსად. როგორც წესი სოფიის ტაძარს იღებენ ხოლმე გეგმად. საქართველოშიც ისეთი პირი უჩანს, რომ რაღაცა ახალი უნდა დაიბადოს აი ამ შერწყმის პირობებში, ხო ბიზანტიურის და ევროპულის, მაგრამ აი აქ ხდება წყვეტა მოვლენებისა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საქართველოს, რუსეთი და ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ქვეყანა უკვე აღმოჩნდება საბჭოთა რაღაც სივრცეში. და შესაბამისად ის ტენდენციები, რაც ვთქვათ, მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის იქნება დამახასიათებელი, ამ სივრცეში უკვე განვითარებას ვეღარ პოვებს, წყვეტა გამოვა. და სამაგიეროდ საბერძნეთი აღმოჩნდება ღია. ვთქვათ, ამ საკითხების გადასაწყვეტად და მე-20 საუკუნის 20-ან 30-იან წლებში ფოტის კონტუგლუ იყო ესეთი მხატვარი, რომელიც ჩაუღრმავდება, ვთქვათ, მასალასაც, იკონოგრაფიასაც. მან დაამკვიდრა ეს ბიზანტიური ტრადიციები, არა, ხელმეორედ საბერძნეთში, არა, ეს არის. დიახ, შეიძლება ისე ითქვას, იყვნენ კიდევ მხატვრები, რომლებიც პარალელურად ამ თემებზე მუშაობდნენ, მაგრამ მაინც ესეთი
ეს მე-18 საუკუნეში და უფრო გერმანული გავლენა იყო ალბათ რა. უმრავლესობა მხატვრობისა მიუნხენში მიდიოდა. ეს ტენდენცია საბერძნეთში იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მიუნხენი ამ დროს ევროპული ცენტრიც არის. არა მარტო ბერძნები მიდიან იქ. ანუ ეს ცენტრების გადანაცვლებაც უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში ხდება, როცა მერე პარიზი და საფრანგეთი ხდება ესეთი მოდერნისტული იდეების ფუძემდებელი. თქვენ რაში ყველაზე მეტად რაში ხედავთ ამ ტენდენციას მისწრაფებას დაუბრუნდეს საეკლესიო მხატვრობა ბიზანტიურ ტრადიციას ქართულ სინამდვილეში აი მე-20 საუკუნეში. შეიძლება რა გამოყოთ რამე აი ძირითადი ტენდენცია. იცით რა არის თუ ჩვენ ავიღებთ მე-20 საუკუნის დასაწყის აი ამ პერიოდს რომელზეც მე მიმუშავია რა თქმა უნდა ამ პერიოდში ვთქვათ ის რომ ინტერესდებიან ვთქვათ ძველი ხელოვნებით ეს არის ეროვნულ რაღაცა ესეთ თვითონ აღმავლობასთან კავშირი ანუ ეროვნული საკითხის გამძაფრებასთან ქართულ საზოგადოებაში თქვენ ახსენეთ რომ ამ პერიოდში ქვეყანა გახდება დამოუკიდებელი რომ ავტოკეფალურად გამოაცხადებს ქართული ეკლესია თავს ხომ ეს ყველაფერი მე-20 საუკუნის დასაწყისში ოღონდ აი ამ აწლეულობის ბოლოს იჩენს თავს ხომ იქამდე მთელი ეს პერიოდი შეიძლება იწოდოს როგორც ესეთი ეროვნული აღმავლობის პერიოდი არის და აი ამ ეროვნულობაში რა თქმა უნდა შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მე-20 საუკუნის ბოლოს 21 საუკუნის აი დასაწყისში თითქმის ყველა მართლმადიდებულ ქვეყანაში საეკლესიო მხატვრობა დომინირებს ყველგან აი ბიზანტიური ტრადიცია ძალიან ახლოს. ხომ არ ლაპარაკობს ეს ფაქტი რომ აი მე-18 საუკუნეში და მე-19 საუკუნის დასაწყისში ეს ევროპული გავლენა არაბუნებრივი პროცესი იყო აი რაღაც ისტორიულმა პირობებმა განაპირობა ვიდრე აი შინაგანმა ლოგიკამ საეკლესიო მხატვრობის განვითარების. იცით რა არის ახლა ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა ისტორიას თუ გადავხედავთ ზოგადადაც. ანუ ხდება ვთქვათ რაღაც პერიოდებში რაღაცის მივიწყება და მე იმისი ახლებურად გააზრება სხვა ეპოქაში და სხვა სინამდვილეში. ასე რომ მე აქ ვთქვათ ვერ ხედავ რაღაცა ისეთ რაც თუნდაც ხელოვნების ისტორიის მანძილზე არ მომხდარა. უცხოეთში სწავლის დროს აი ხშირად მომცემია შემთხვევა ესეთი რომ აი კათოლიკურ ეკლესიებში, პროტესტანტებში, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო ეკლესიებში ხშირად ხვდებით მართლმადიდებელ ხატებს. განსაკუთრებით ხშირად ხდებოდა თქვა რუბლოვის სამება, აი ეგრეთ წოდებული ვლადიმირის ღვთისმშობლის ბიზანტიური ხატი, აი ბევრია შობის ხატები. აი თქვენ რას ფიქრობთ ეს იზოლირებული ფაქტებია თუ მიმანიშნებელია რაღაც ზოგადი ტენდენციისა რომ აი დასავლეთი ცდილობს რომ გაითავისოს აი ეს ბიზანტიური ხატის სიღრმე მასში პოულობს რაღაც ისეთ სიღრმეს რომელსაც თქვა აი დასავლეთის ხო არა მე ვფიქრობ საეკლესიო ხატობას არ ქონდა. აი ეს ქრისტოცენტრულობა რომელიც თქვა აი ბიზანტიური ეს ერთმნიშვნელოვნად თქვათ რომ დასავლეთის ქრისტიანულ სოყროს ეს არ ახასიათებდა ზოგადად არა იმიტომ რომ მაინც აღორძინების ხანიდან იწყება ის ტენდენციები რომელსაც ჩვენ საუბრობთ იქამდე იყო კიდევ პერიოდი როცა ესეთი გამიჩნდა არ იყო ამ ესთეტიური ღირებულებების თვალსაზრისით ხო და რაც შეეხება ამას კი ზოგადი პროცესი არ არის რაღაც ამოვარდნები და რა ვიცი ალბათ დასავლეთშიც მიაჩნიათ რომ ეს მათი მემკვიდრეობაც არის. რა ორგანული რაღაცა გარდატეხა რაც მოხდა რუსეთში ეს იყო უფრო დამოკიდებული პეტრე პირველის პიროვნებაზე ვიდრე რაღაც ორგანულ პროცესებზე. აი და დანარჩენ მართლმადიდებელ ქვეყნებში უფრო თურქეთის ფაქტორია. აი როგორც კი განთავისუფლდა ეს ფაქტორები, ეს ყველგან მასიურად უბრუნდებიან ბიზანტიურ ტრადიციას. ხომ არ ნიშნავს ეს რომ ეს უფრო ორგანული, თქვა უფრო ადეკვატურია მართლმადიდებელი ქრისტიანობისათვის აი ეს ბიზანტიური ტრადიციული ხატწერა. იცით რა არის ძალიან რთული საკითხი, ესე ერთმნიშვნელოვნად რომ გასცე ადამიანმა პასუხი. ცხადია რომ რახან ეს არსებობდა ტრადიციის თვალსაზრისით, ეს ტრადიცია მნიშვნელოვანია. რამდენადაც მნიშვნელოვანია ვერ იქნება მივიწყებული და რაღაც აღირებულებები რომელიც ამ ხატრობას აქვს არის ისეთი რომელიც თქვათ არ ხდება რომელიც მუდმივად რჩება ღირებულებებად ხო ეხლა თავად აი ეს პრინციპი რომ აი პირდაპირ თქვა რომ აი მხოლოდ რაღაც ერთი მოჩარჩოება არსებობს თქვა ამ ხელოვნებასთან მიმართებაში და უნდა აკეთოს ზუსტად ესე ან სხვაგვარად არ შეიძლება ეს მიდგომაც რაღაცა არ ამგონია რომ არის ესეთი
ციცოცხლის უნარიანი, მაგრამ თავად ის პროცესი, რომ ბიზანტია გახდა საინტერესო, ალბათ იმის გამო, რომ მასში არის დიდი საიდუმლო, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. ეს ქალბატონო, თქვენ ახსენეთ ნესტეროვი. ეს ნესტეროვი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა რუსეთის საეკლესიო მხატვრობაში. აი ასე დიდი კალიბრის საეკლესიო მხატვარი როგორ მოხდა საქართველოში და აი რატომ მოხატა იმაში? ხო არ გეტყვით ამ ისტორიას? კი, ეს ძალიან საინტერესო ისტორია თავისთავად, იმიტომ რომ ნესტეროვი მართლაც არაჩვეულებრივი მხატვარი იყო იმ სინამდვილესთვის, რუსული სინამდვილესთვის და შემდეგ ის აღმოჩნდა ჩართული ამ მიმართულებაში, საეკლესიო მხატვრობაში, რომლის მიზანიც იყო აეღორწინებია, თქვათ, რაღაცა ის ძველი ტრადიციები, რომელიც ამ სფეროს ჰქონდა. საქართველოში ის მოხდა გიორგი რომანოვის მოწვევით. გიორგი რომანოვი გახდა ნიკოლოზ მეორის ძმა. წესით ის უნდა გამხდარიყო იმპერატორი, მაგრამ ჯანმრთელობა არ შეუწყო ხელი, ტუბერკულოზით იყო ავა და დასახლდა აბასთუმანში. და როგორც ჩანს, ამ რომანოვმა, რომელიც უნდა გამხდარიყო იმპერატორი, იყო რუსი და ასე შემდეგ, ძალიან შეიყვარა ეს ადგილი. და თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან შეიყვარა მან ზარზმის ეკლესიაც, რომელიც აბასთუმიდან ახლოს მდებარეობს ძალიან. და როცა აბასთუმანში გადაწყვიტა, რომ უნდა ააგოს ახალი ტაძარი ალექსანდრე ნეველის სახელობის, მისი ალბათ მამის საპატივცემლოდ ალექსანდრე იყო მისი მამა. აი მან გადაწყვიტა, რომ ტაძარი გეგმით უნდა გავდეს ზარზმას. ხოლო მხატვრად მოიწვია ყველაზე საუკეთესო, თქვათ, იმ პერიოდში რუსეთში, თქვათ, მოღვაწე ამ სფეროში მხატვარი სწორედ ნესტეროვი. და მისი მოწვევით ის ჩამოვიდა საქართველოში. გიორგი რომანოვის ძალისხმევით გაკეთდა პირველი რესტავრაცია ზარზმაში აი ამ პერიოდისათვის, ზარზმის ფრესკებისა და მისივე თხოვნით ნესტეროვმა მოიარა საქართველო. ანუ მოინახულა ქართული ტაძრებიც და რა თქმა უნდა ეს გიორგი რომანოვის თხოვნა იყო, მაგრამ სრულად თანხვედრილი იყო მხატვრის სურვილთანაც. აქ უნდა ითქვას ის, რომ ნესტეროვი იგრძნობა მის ქართული გავლენა, უფრო რუსი წმინდანების მოხატა რა ეს? იცით რა არის? უმრავლესობა ფრესკები. უმრავლესობა რუსი წმინდანები არიან, არა მარტო რუსები არიან იქ. და უნდა ითქვას, რომ ქართველებსაც აქვთ თავისი, ვთქვათ, ადგილი და რაღაცა თემები არის იქ, რომელიც აი ქართულ სინამდვილეს უკავშირდება. კერძოდ წმინდა ნინოს სადმე არის მიძღვნილი ორი სახეხატი, წმინდა გიორგის თემები არის, ნუ ეს წმინდა გიორგი, ალბათ გიორგი რომანოვის სახელსაც უკავშირდება, მაგრამ ქართველებისთვისაც ის მნიშვნელოვანი წმინდანია და ესეც რაღაცა ერთ ხაზად გასდევს და არის კიდევ ჯვრის თემა იქ, განედლებული ჯვრის თემა, რომელიც ასევე, ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ შემთხვევით არ მოხდა ამ ტაძარში. გარდა ამისა, ვთქვათ, ესე რაც მისი ჩანაწერებიდან არის ცნობილი, მან მაგალითად გელათში, როცა მოინახულა ეს ცნობილი გელათის ღვთისმშობელი, აღფრთოვანებული დარჩა მოზაიკით და მთავარანგელოზი ხარებაში უკვე როგორც თავად წერს, აი ამ გავლენებით შექმნა. ქართული ორნამენტული მოტივების გავლენებით არის შექმნილი, ვთქვათ, ეს მოხატულობის, ეს ორნამენტური ნაწილიც ამ ტაძარში, როგორც თვითონ ამბობს. ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პერიოდში მხოლოდ ესეთი გავლენები არსებობდა, ანუ ეს არ იყო პირდაპირ, ვთქვათ, რაღაცის გადმოღება, ანუ ეს იყო გადამუშავება რაღაცა მასალის. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ნესტეროვი არა მარტო პრაქტიკოსი მხატვარი იყო ამ თვალსაზრისიდან, არამედ კარგად იცნობდა ბიზანტიურ ხელოვნებასაც, იმიტომ რომ მან სანამ საქართველოში იმოგზაურა ჯერთი მოხატა ტაძრები რუსეთშიც და გარდა ამისა, იქამდე კიდევ აი ამის მხატვრობის შესწავლით მიზნით იყო იტალიაში, საბერძნეთში, ჰქონდა ძალიან ისეთი შეხვედრები აინალოვდა, ის ძალიან დიდი სპეციალისტი იყო. საქართველოს ანა, აი საკუნის დასაწყისში მხატვრები რო ჩამოთვალეთ, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდნენ.
იმაც დიდია გავლენა ეს საბინინის საქართველოს სამოთხის რა ხატების. გავლენა არ არის მართებული სიტყვა, მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში. უბრალოდ იცით რა არის საბინინმა, აი ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ევროპული ყაიდის მხატვრობა მაინც წარმართველი მე-19 საუკუნეში ძალიან დიდი საქმე გააკეთა აი ამ თავისი საქართველოს სამოთხის ამ წიგნით გამოცემით, მას შეკრიფა ეს მასალა, გამოცა და თან დაასურათა. აი ამ დასურათების დროს მან ასევე შეკრიფა ძველი ქართული ესეთი მოხატულობის სხვადასხვა სახეხატები ამ მოხატულობებიდან. და მე აი ვთქვათ იგივე გაგარინთან ერთად რუსული სამხატვრო აკადემიის მხატვრების დახმარებით ესეც გადაამუშავა ეს თემა, ესე ვთქვათ, გახადა უფრო ესეთი მისაღები ამ პერიოდის მხატვრობისთვისაც როგორ იქნებოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, არათუ გავლენა ეს შეიქმნა როგორც ახალი იკონოგრაფიული ტიპები. უკვე მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად მხატვრები როცა ამ სახეხატებს ქმნიან, როგორც ახალ იკონოგრაფიულ ტიპებს ხშირად ეყრდნობიან სწორედ საბინინს. აი ამ საბინინის დასურათებაში მოცემულ სახეხატებს. ანუ აქ ცოტა სხვა არის, ვიდრე ვთქვათ გავლენა. ეს უბრალოდ ვთქვათ ახალი კანონიკა არის ამ პერიოდში, შეიძლება ალბათ ითქვას. აი ხა ჩვენს პირობებში ჩვენ ყველგან მასიურად არის ბიზანტიურ ტრადიციებს ეყრდნობა უკვე ჩვენ ყველგან სადაც იხატება ეკლესია. აი იგრძნობა სადმე აი ეს მე-20 საუკუნის დასაწყისის საეკლესიო მხატვრობის გავლენა თანამედროვე ხატწერებს. მე ვფიქრობ, რომ აი ესევე როგორც ვთქვათ, საქართველოს ისტორიისათვის, აი ამ ახალი ისტორიისათვის, ხომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მართალია 3 წელი იყო, მაგრამ ქვეყანა იყო დამოუკიდებელი, ხო? და ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, ხო? და აქედან ბევრ რაღაცას ჩვენ ვითვლით, ხო? იგივე შეიძლება ითქვას საეკლესიო მხატვრობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ისეთ ტენდენციებს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ვფიქრობ, რომ დღეისთვისაც აი ეს რომ სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა რაღაცა, მაინც აი ამ ხელა წნეხი გაიარა და რაღაცა ესეთი ის იყო, ვფიქრობ, რომ აი მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრი ამგვარი ბაზა შეიძლება მოიძებნოს ამ პერიოდის მხატვრობაში. ბუნებაში არაფერი არ იკარგება და შემთხვევით არაფერი არ არის. ქალბატონო ანა, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო თემაზე საუბრისათვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენმა მაყურებელმა ბევრი ისეთი რამ გაიგო, რომელიც არ იცოდა. დიდი მადლობა მოწვევისათვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლდათ ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, მხატვარი ქალბატონი ანა მგალობლიშვილი. ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.